ჯერ გახდა ლასკა, ჩვენი ოჯახის წევრი და სადღაც წელიწად ნახევარში შეგვეძინა ლილე. რა თქმა უნდა, გამოცდილება არ ჰქონდა პატარა ბავშვის და ძაღლის ურთიერთობის და რა თქმა უნდა, კონსულტაციები გავიარეთ. საკითხი არასდროს არ დამდგარა, რომ ძაღლი გავუშვათ არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ რა სიფრთხილის რა ზომები უნდა მიგვეღო, ამის შესახებ გავიარეთ კონსულტაცია. ერთ პედიატრთან ვიყავით, რომელმაც გითხრა, რომ ან ძაღლი და ან ბავშვიო, ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ და მეორედ იმ პედიატრთან აღარ ყოფილვართ. ანუ ინფორმაციაც მოვიძიეთ, ბევრი წავიკითხეთ ამის შესახებ და ყველა თანამედროვე კვლევა დაგვიდასტურა, რომ პირიქით ეს არის ბავშვისთვის ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ძაღლი უნდა იყოს მაქსიმალურად მოვლილი. ლასკასგან ძალიან ბევრს სწავლობს. ანუ ერთადერთი არსება ოჯახში, რომისგანაც არასდროს არაფერი არ წმის და ყველაზე მეტს უთმენს, ეს არის ლასკა. აჭმევს, წყალს უსხავს, ეთამაშება. ანუ ურთიერთობა აქვს თავის და ჩვენ მხოლოდ მაშინ ვერავით, როდესაც რაღაცა სერიოზული პატარა ჭუბია, მაგალითად ერთი წაართმევს მეორეს სათამაშოს და მეორე გაეკიდება. დანარჩენი არის ფანტასტიკური ურთიერთობა, არიან უერთგულესი მეგობრები. ძალიან ბევრს სწავლობს ბავშვი ძაღლთან ურთიერთობით. ანუ უფრო სოციალური უნარები აქვს, უფრო კარგად განვითარებული. სწავლობს ერთგულებას, სწავლობს პასუხისმგებლობას, ანუ არის ოჯახში არსება, რომელიც ადამიანზე სუსტია, რომელსაც უნდა მოუარო, უნდა დააპურო, დისციპლინა საჭირო, უნდა მოეფერო და ამ ყველაფერში ბავშვი ძალიან ბევრს სწავლობს. გარდა ამისა, ისიც გავიგეთ, რომ იმუნიტეტისთვის არის ძალიან კარგი. ანუ ძაღლთან ურთიერთობით ბავშვი ეხება ისეთ ბაქტერიებს, რომელიც ეხმარება მას იმუნიტეტის გაძლიერებაში. ბეწვის მხრივ მთავარია, რომ ძაღლი იყოს მოვლილი. ანუ რა თქმა უნდა, ბეწვით ცვივა, რა თქმა უნდა, უფრო ხშირად ვალაგებთ და მტვერსასრუთს უფრო ხშირად ვიყენებთ, ვიდრე მანამდე, სანამ ლასკა გვეყოლება და მაგრამ თუ ძაღლი არის მოვლილი, დროულად ვავჭიების წამალს, არის აცრილი, დროულად მყავს ვეტერინართან თუ რამე შეამჩნია. თუ ეს ყველაფერი წესრიგშია, ისე როგორც ბავშვთან მიმართებაში, ძაღლსაც იგივე ყურადღება უნდა. ეს ფაქტორად ახალი ოჯახის წევრია. მაშინ პრობლემა ბეწვთან დაკავშირებით არ არის და ჩვენ რაც რჩევები მივიღეთ, რა ლიტერატურაც წავიკითხეთ, იქ არსად არ არის ბეწვი თავისთავად როგორც პრობლემა. ყველაფერს რა თავი დაანება, სტიმულია ძაღლი იმისთვის, რომ მთელი ოჯახი ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები, რაც ბავშვისთვისაც კარგია და ჩვენთვისაც კარგია. დღეში მინიმუმ 2 ჯერ ვასეირნებთ, ბევრს სეირნობთ იპოდრომზე. ყველა მშობელს ურჩევდი, რომ ბავშვი იზრდებოდეს ძაღლთან ერთად, იმიტომ რომ ამაზე კარგს მშობელი ბავშვს ვერაფერს ვერ გაუკეთებს. ვერც ერთ წიგნში, ვერც ერთ ფილმში ბავშვი იმას ვერ მიიღებს, რასაც იღებს რეალურად ამ ცოცხალ არსებასთან და უერთგულეს მეგობართან ურთიერთობით. ამიტომ ყველას ურჩევ, რომ შეიძინონ ძაღლი.